აგვისტოს ომი და მანამდე არსებული მდგომარეობა. პარლამენტის საგამოძიებო კომისია 2008 წლის მოვლენებს სწავლობს. 1 აგვისტოდან დაიწყო. 1 აგვისტოდან. ეს არის ავნევინულის მიმართულება. დიახ. სადაც დაიწყეს როგორც ამ სოფლის, ამ ქართული სოფლის დაბომბვა, ესკალაცია და პლუს ამას შემდეგ მოყვა უკვე ჩვენი სამშვიდობო პუნქტების დაბომბვა, ჩვენი პოზიციები პირწმინდად გაასწორეს მიწასთან. 7 აგვისტოს ან 6 აგვისტოს თუ გქონდათ თქვენ უმაღლეს მთავარსარდალთან შეხვედრა? არა, პირადად არა. არც 8 აგვისტოს. 8-ში კი. მინისტრთან თუ გქონდათ შეხვედრა 7-ში ან 6-ში? მინისტრთან კი. რა შეხვედრა იყო ბატონ კეზერაშვილთან? რაც მიმდინარეობს ამ წუთში უკვე ეს განიხილება. რა მდგომარეობა უბრალოდ იმიტომ რომ დაღუპული ყავს ორი ჯარისკაცი. როგორ დაიშალეთ ასე ვთქვათ? ვითარების შეფასება ის არის რომ ესკალაცია ფაქტია. ეს თქვით რომ ესკალაცია. რაღაცნაირად ამას უნდა ასე ვთქვათ, რა ვიცი, მოთმინებით უპასუხოთ. და 12-ს რომ აკლია წუთები, გირეკავთ უმაღლესი მთავარსარდალი თქვენ. დიახ. და რას გეუბნებათ? რომ მიიღეთ ზომები ჩაახშოთ საცეცხლე წერტილები, საიდანაც მოდის ცეცხლი ქართულ დასახლებაზე და სამშვიდობო ძალების წერტილებზე. რითი უნდა ჩაახშოთ ცეცხლი თუ არა ცეცხლით? დიახ. სწორად მივხვდი. ანუ მოგცათ ბრძანება, სხვა არაფერი ქვია, რომ გახსენით ცეცხლი. ეს არის 23 და 45. 15 წუთი აკლია. 12 საათს 7 აგვისტოა. 8 აგვისტოს უკვე იმ ინფორმაციებით რაც მოდის, ჩვენ ვგეგმავთ თავდაცვის ოპერაციას, თავდაცვით ოპერაციას, რასაც მანევრული თავდაცვა ქვია. გეგმის შემუშავებას იწყებთ 8-ში? დიახ. ბატონი შალვა ჯანაშვილი ერთ-ერთი მიმართულების მეთაურია, ეს კარალეთის საველე შტაბში წდება. დიახ. და არა ცენტრალური მიმართულება. თქვენ იქ ხართ ამ დროს, როცა ეს წდება? მე ვაძლევ ამ დავალებას პირადად. ჩემი გადაწყვეტილება და იმიტომ რომ ცხინვალი არის დასახლებული პუნქტი. დასახლებულ პუნქტში საჯარისო ნაწილების შეყვანა შეიძლება ძალიან წინ დაუხედავ ნაბიჯად აღმოჩნდეს, იმიტომ რომ სამხედროებმა მინდა გითხრათ, სამოქალაქოებთან მოქცევის ნაკლები წესები იციან. ვიდრე პოლიციურმა დანაყოფებმა. ამ დროს იქ არის ვანო მერაბიშვილი. როცა თქვენ ეს გადაწყვეტილება შეიძლება არ იყო. მან თქვა რომ ჩემი მინისტრი იქ იყო. შეიძლება. და ბატონი ვანო რას ამბობს ამ დროს? არაფერს. სულ ჩუმადიჯდა? რა თქმა უნდა, რატომ? რა წარმოგიდგენია თქვენ, რომ ჩვენ რაღაცებს გეგმავთ იქ და შინაგან საქმეთა მინისტრი ყველა მაპატიოს დიდი პატივისცემით, halstuchიანი გამოწყობილი ადამიანი იღებს მონაწილეობას ამ გეგმის შედგენაში? თქვენ რა უფლება გქონდათ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს აძლევთ? ომია უკვე გამოცხადებული 8 რიცხვია, ამიტომ ყველა დანაყოფი ჩემ დაქვემდებარებაში. და შეგიძლიათ ეს თავარსარდლის შემდეგ მე ვარ მეთაური. გადააწყვე კოლონა და შედი ცხინვალშიო. ეს ბრძანება ჩემზე გასა ვანო მერაბიშვილმა. ჩვენ დაუსვით, იცოდით თქვენ ამის შესახებ? დიახ. დიახ. ეგ ვიყავი. თუ იქ იყავით, ბატონმა ვანომ რატო გასცა ეს ბრძანება, რომელსაც თურმე მანამდე არ აქვს? და მე იქ ვიყავი, მაგრამ ბრძანება რო გავეცით, მაშინ მე შტაბში ვიყავი უკვე. გქონდა თუ არა უფლება, მით უმეტეს რომ ეს თქვენ გწოდნიათ და ეხლა არ იგებთ, მე ეხლა გავიგე. რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გასცემს ბრძანებას, რომ ვინმე, ამ შემთხვევაში მისი მოადგილე შევიდეს ცხინვალში. ეს შუალედური რგოლია ჩვეულებრივად, ჩემგან აქეს და შეუძლია ამის გაკეთება. მას ივეცინეს, რომ დაუკავშირდეს შალვა ჯანაშვილს და უთხრას, რომ მისი დამოცანა ესე იცვლება. თქვენ დაავალეთ პოლიტიკური თანამდებობის პირს, რომ გაეცა. შელობა აქვს ჩემთვის, მე ნებისმიერ ადამიანს შემიძლია ნებისმიერ კუთხით გამოვიყენო. სარაბუგზე ჩვენ მივიღეთ ასეთი წერილი. ჩემი აზრით იყო დაშვებული შეცდომები ხელმძღვანელობის მხრიდან. შეტევა, რომელიც განხორციელდა ბრძანების საფუძველზე სოფელ სარაბუგზე,
იყო ოცეულის დონის ქვედანაყოფის საქმე. ეს არის ვინმე ბატონი გრიგოლ ფარცვანია. ტაქტიკურად პოზიციაზე ყოფმა დანაყოფმა ჩაიდინა შეცდომა ერთმანეთში და ამას ავალდებულებს საზა გოგავას და უმაღლეს თავარსარდალს. გოგავას არ ახსენებს. აბა ვის ახსენებს ახლა რაზე მელაპარაკებით? ეგ ხალხია რომელიც ბუჩქებიდან უყურებს ხოლმე ომს და მე წაიგნებს იწერება რა. ომი არ არსებობს, სადაც დანაყოფი დანაყოფს ეც არ უხსნის. დღევანდელ დღესაც კი, როდესაც უმაღლეს ტექნოლოგიებით უყურებენ, მაპატიეთ ამ ტონზე. ნუ მიაქცევთ ამას ყურადღებას. არა, სხვა რამე გავარჩიოთ, როგორ არ უნდა დაგვემართოს ამ ქვეყანას ეგეთი რაღაცეები. პოზიცია მე უნდა დავუგეგმო? მე ვაძლევ დავალებას ოპერატიულ დონეზე, ტაქტიკურ დონეზე და მე ვიდეო და შეასრულეთ ისე ilaparaget, რატო შეიძლება თუ ისაუბროთ ეს არ არის ეს დონი. ომს პოლიტიკოსები იწყებენ და პოლიტიკოსები ამთავრებენ. სამხედროები არ აკეთებენ ამას. სამხედროს არ უნდა არც ომის დაწყება და არც დამთავრება, იმიტომ რომ წაგებული იქიდან წასვლა არავის არ უნდა. აქ თუ არ ვიჟდეთ და ჩემთვისაც წვია გამოწერილი ხო, ბედნიერი ადამიანი ვიქნებოდა. ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია და ამას კიდე ვიკვლევთ, რომ რაღაც არ შევიდეს დასკვნაში ისეთი რაც არ არის სიმართლე, რომ შალვა ჯანაშვილმა ვანო მერაბიშვილისგან მიიღო და არა თქვენგან ცხინვალში შესვლის გადაწყვეტილება. თქვენ ეს დამიდასტურეთ პლუს. მე დაგიდასტურეთ, რომ ეს იყო შუამავალი. შუამავალი იყო. შუამავალი იყო. ფაქტი არის დადგენილი და რატო ნერვიულობ? არ ნერვიულობ, ქალბატონო. გასაგებია. ერთ ამაზე ნერვიულობ. რა გაქვს ანერვიულობ? არსებობენ ამ ქვეყანაზე პოლიტიკოსები, რომელსაც შეუძლია ომში ზაზა გოგავას ეგეთი ბრძანება მიცეს რა. რომ აი არ მაინტერესებს, ეხლა მოუხვევ და აქეთ წახვალ. სხვა ადამიანს ელაპარაკები. საერთოდ არ მაინტერესებს ეგ პოლიტიკურად როგორ გამოიყურება. აპატიეთ, ამიტომ ეს ტონი თქვენ არ გეკუთვნით. ესე იგი თქვენ ამბობთ ვაგებ გარდაცვლილების სიმაზე. ამიტომაც არის ჩემი ტონი ესეთი რა. არა, იმ გარდაცვლილებში მე თუ ეს დაუშვირო, აპატიეთ, ერთ დავამთავრე. მე თუ ეს დაუშვირო, ნებისმიერ ადამიანს მივეცი ამას შარევის უფლება, ის 168 სამხედრო მოსამსახურე, 18 პოლიციელი და 220 თუ 221 სამოქალაქო პირი ჩემ ზურგზეა და მე ამითი უნდა ვიცხოვრო მე. ცხოვრებაში მივხვდით რაშია საქმე? ანუ არ გავაკეთე ის რაც უნდა გამეკეთებია. არ შევასრულე მეტაურის ამაზეა ლაპარაკი. ნახმარ იყო უკეთესი რომ მივყოლოდით იმას რაც ითქვა თავდაცვის სამინისტროში რომ მოთმინებით უპასუხოთ ამას და უფრო ცეცხლის ჩაქრობაზე კი არა თავდაცვით ოპერაციებზე გავაკეთოთ აქცენტი და უფრო სამოქალაქოების დაცვაზე ან და ვთქვათ როკის გვირაბის პარალიზებაზე, ხიდის აფეთქებაზე. ეს შეიძლება ობივატელის კითხვებია, მაგრამ ეს კითხვები არის. დიახ, და ძალიან მარტივად და გულახდილად შემიძლია გიპასუხოთ. დიახ. თავიდანვე აღნიშნე რომ ეს იყო თავდაცვითი ოპერაცია მანევრული თავდაცვა ქვია ამას. სხვანაირად ამ ოპერაციას ვერ გააკეთე. აქედან მინდა მიმართო ყველას რომ შეიძლებოდა იქ გვირაბის ამოკეთვა თურმე და მე ამ მავნებლები იქიდან არ შემოვიდოდნენ, როცა მსახურობდნენ ჩემამდე შეერაღებულ ძალებში, მაშინ გაიგეთებიათ. ილუზია იყო, კი ბატონო, თქვენი აზრი. რომელი სოფლების ევაკუაცია მოასწარით? ყველა ხეობიდან რაც კი სოფლებია, თითქმის ყველა გამოვიდა. თქვენი ძალისხმევა. უმეტესობა. ეს იყო ის ძალისხმევა, რაც შეერაღებულმა ძალებმა გაწია. მათ შორის ქურთადან. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ მოსახლეობა გამოვიდა ან თავისითი გრძნო საფრთხე, ან უარი თქვა გამოსვლაზე და დახვრიტეს და თუ კი ვინმე გამოვიდა ტელეფონით ნაცნობების მიერ შეტყობინებით, რომ ხომ ხედავ რაც ხდება თავს უშველე. ეს ასე არ იყო? ხო, დავაზუსტებთ, რომ აცდენაში არ ვიყო. დიახ, თუ შეიძლება. თქვენ რასაც გულისხმობთ, რომ შეერაღებული ძალების ესკორტირებით იქ ჩასული ადამიანების, ავიც გამოდით სახლებიდან პრობლემა. ესეთი რამე არ მოხდა, მაგრამ ამ ძალისხმევით ის გზა ჩვენ შევინარჩუნებთ თავისუფლად. გასაგებია. ანუ არხი დაიცავით გამოსასვლელი. დავიცავით ეს ახლა. მაგაზე გეთანხმებით. რომელი არხი იყო ეს? წვერი ახლოს გადმოსასვლელია ეს. ის დაიცავით, რომ ხალხი ვინც თავს შველის თავისით რა თქმა უნდა თავის. რომ გასასვლელი მაინც ამ დროს სხვა გზა მათამდე მიღწევის სხვა გზა არ არსებობს ამ დროს. შვიდში თავდაცვის სამინისტროში როცა თქვენ თქვით, რომ მოთმინებით ვუპასუხოთ, მაშინ არ გისაუბრიათ, რომ მოდი თან მოთმინებით ვუპასუხოთ და თან ეს ხალხი გამოვარიდოთ, იმიტომ რომ
მეორე მხარემ დიდი ხნის წინ გაიყვანა ხალხი. მეორე მხარემ გააკეთა ეს თქვენ რატო არ გააკეთეთ? ესკალაციისთვის ეს არის იმ პროვოკაციაზე წაყოლა პირდაპირ რა. ამას ქვია ომისთვის მზადება, მეტი არაფერი. არანაირი ნაბიჯი არ გადადგა იმისათვის, რომ რაღაცა პოზიცია შეგერბილებია. არ დატოვე არანაირი სასაუბრო პოლიტიკოსების მხრიდან, საერთაშორისო მხრიდან, პირდაპირ წავიდნენ ისინი ევაკუაციაზე, ჩვენ წავედით ევაკუაციაზე. კარგი. მაშინ აქ არ ვიჯდებოდი, ეხლა ხააგაში დიდი ხნის გასამართლებული ვიქნებოდი ქალბატონოთი. მოდით ამაზე არ გიპასუხებთ. რეზერვისტებზე ვინ იყო პასუხისმგებელი? გენერალი გოგავა. თქვენ იყავით პასუხისმგებელი? რა თქმა უნდა. ეს საომარი თეატრია. თავარსარდალი ვარ. მე ვაგებ ამ გადაწყვეტილებებზე პასუხს. გვიხსნიდნენ ჩვენ მოქალაქეებს ტელევიზიით, რომ ამ ყველაფრის კოორდინაციას აკეთებდა თბილისის მერი ბატონი უგულავა. ეხლა უყურეთ. იქნება აგვიხსნათ ეს რა არის. არც გაგვიჟებულ ვარ ეგრე რომ საზეგოგავამ გამოაცხადოს ეხლა რომ ჩვენ რეზერვის სისტემა შევქმნით ისეთი რომ ამ რეზერვის სისტემა შემდეგ შედეგები მოეტანა არა. შექმნის მაშინ მყოფი სარეზერვო ისენია, სადაც არ ყოფნის ოფიცრები. კადრებული ბრიგადა წარმოგიდგენთ, ბრიგადაზე 5 ოფიცერიც კი არ აქვს. ამ დროს პრაქტიკულად მათი შეკრების ადგილები, ესენი უკვე ყველაფერი იყო, ამას ჩავთეთ მუნიციპალიტეტები. რომ ტრანსპორტით იმით ყველაფერი გეთანხმებით, რომ რაღაც აი უხეშად რო შეხედო ამას, ხო? სამხედროსთან მიახლოებული არაფერი არ აქვს ამას. არა, ესეთი რეალური მდგომარეობა იყო მაშინ. ანუ თქვენ ადასტურებთ იმას, რაც ჩვენ მოდიშ ვიხდი გამოთქმისთვის გასაცოდავებულ, განერვიულებულ და ჩვენი ნერვიულობა რა მოსატანი იყო, იქ ხალხი სამოქალაქო მოსახლეობა ჩარჩენილი იღუპებოდა. იგივე განცდა გქონდა, რომ ეს იყო რეზერვის სისტემა, ყველაფერი გარდა სამხედრო სისტემისა. ხო, რა თქმა უნდა. ეს იყო ჩანასახში. და უგულავა, რომელი სამხედრო სპეციალისტი ყავდა რომ. პირდაპირ გეუბნები თქვენ. ჩვენ დავალება გავეცით, რომ მუნიციპალიტეტების მივეცით ამისის, რომ მათ შეეკრიბათ ტრანსპორტი მიეცათ ამ ხალხისთვის. ყვითელი ავტობუსები. და არანაირი იქ რომ ვიღაცა ჩადგომოდა მან სათავეში